გამარჯობა, ზუმერის დღევანდელი მოხილვაში გთავაზობთ კომპანია BlackBerry-ს მაღალი კლასის smartphones BlackBerry Q10 აღნიშნული მოდელი არის რიგით მეორე, რომელიც BlackBerry-ს საოპერაციო სისტემის 10-დან 0 ვერსიაზე გამოვიდა. Smartphone-ი ტონით 119 გრამს, მისი კეკი შეადგენს 10.4 მმ. Smartphone-ის ეკრანი არის Super AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული 720p გაფართოების ეკრანი, რომელიც არის კვადრატული. თითოეულ კვადრატული მიწზე პიქსელების განთავსება არის 328 ერთეული, რაც ძალიან კარგ გამოსახულებას იძლევა. ეკრანის ქვემოთ მოთავსებული არის QWERTY კლავიატურა, ეს არის 4 სტრიქონად განთავსებული კლავიატურა, რომელიც საშუალებას აძლევს სწრაფად გაგზავნოთ SMS-ები და იმეილები. ზედა მხარეზე მოთავსებული არის 2 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც იღებს HD ვიდეოს, მთავარი კამერა არის 8 მეგაპიქსელიანი და იღებს Full HD ვიდეოს. მთავარი კამერის გვერდით მოთავსებულია LED განათებაც. Smartphone-ის უკანა მატერიალი შესრულებულია ეგრეთ წოდებული კარბონირებული ზედაპირით, ეს არის პლასმასის მატერიალი, მისი მოხსნა შესაძლებელია. Smartphone-ის უკანა პანელზე დამაგრებული არის NFC ტექნოლოგიის მოწყობილობა, აქვე არის 2100 mAh ბატარეა, ასევე micro SIM ბარათისა და micro SD ბარათის ჩასაგები. Smartphone მუშაობს მეორე და მესამე, ასევე მეოთხე თაობის ქსელებზე. მასში მოთავსებადი არის მაქსიმუმ 64 GB-იანი micro SD ბარათი. მის გვერდით ასევე არის micro USB და micro HDMI პორტები. Micro HDMI პორტით შესაძლებელია ამ smartphone-ის გამოსახულების გადატანა როგორც კომპიუტერის ეკრანზე, ასევე ტელევიზორში. Smartphone-ის საოპერაციო სისტემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის BlackBerry-ს 10-დან 0 ვერსია. აქ ყოველთვის არის დარეკვისა და კამერის აპლიკაციის გახსნის ღილაკი. კამერის აპლიკაციაში ბევრი გადაღების რეჟიმი არ გვაქვს, თუმცა ეს კამერა იღებს HDR რეჟიმში, ასევე მას აქვს ეგრეთ წოდებული time shift, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა დაფიქსირებული სახეები თქვენს სურათში რამდენიმენაირად შეცვალოთ. Smartphone-ის აპლიკაციის გათიშვა შემდეგნაირად უნდა მოხდეს. ამ smartphone-ში არ არის ნავიგაციის ღილაკები, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული აპლიკაციის გათიშვა შესაძლებელია მხოლოდ swipe ბრძანებით. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ამ smartphone-ის სწრაფწვდომის მენიუ, საიდან შესაძლებელია უამრავი პარამეტრის ცვლილება. ამ პარამეტრების დამატება და ამოსვლა შესაძლებელია Quick Settings განყოფილებიდან. აქვე არის Display განყოფილება, რომლიდანაც შეგვიძლია ამ smartphone-ის wallpaper-ის ცვლილება, ასევე ეკრანის სიკაშკაშის, ასევე სიკაშკაშის ტონალობების ცვლილებაც. Smartphone-ის ამ მენიუში არის სტანდარტული აპლიკაციები, მაგალითად BlackBerry Link, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომპიუტერზე მიაერთოთ smartphone და გადაიტანოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე არის BlackBerry ID და BlackBerry Protect, რომელიც უზრუნველყოფს ამ smartphone-ის დაცულებას. გარდა ამისა, აქ არის media sharing, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ თქვენი ფოტოები, ვიდეოები და სიმღერები შიდა ქსელში. აქვე არის storage განყოფილება, რომლიდანაც ვიწყობთ, რომ smartphone-ში დამეხსიერება არის 16 GB. ამ smartphone-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 GB, რაც საკმაოდ სწრაფს ხდის ამ smartphone-ს. გარდა ამისა, ამ მოდელში გამოყენებული არის Qualcomm Snapdragon S4 სერიის 2-ბიტიანი პროცესორი, რომლის სიხშირეც არის 1.5 GHz, ასევე თამაშებისათვის არის Adreno 225. Smartphone-ი არის საკმაოდ სწრაფი, მის მარცხენა მხარეზე მოთავსებული არის BlackBerry Hub, საიდან შესაძლებელია თქვენ ინფორმაცია მიიღოთ როგორც smartphone-ის გამართული მუშაობის შესახებ, ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელების შეტყობინებები, გარდა ამისა SMS-ები და იმეილები. Smartphone-ის აპლიკაციები ცოტა არ არის, მათი გადმოწერა შეგიძლიათ BlackBerry World-დან. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი აპლიკაცია, მაგალითად Docs2Go, რომელთაც შესაძლებელი არის Office-ის დოკუმენტების გახსნა, ასევე აქ გვაქვს სტანდარტული ბრაუზერი, რომელსაც აქვს Flash Player-ისა და HTML5-ის მხარდაჭერა, აქვე არის მედია საშუალებები. გარდა ამისა, გვაქვს სოციალური ქსელების და YouTube-ის აპლიკაცია, აქვე არის Reader-ი, Dropbox-ის აპლიკაცია, რომელთაც შესაძლებელი არის გლობალურ მეხსიერებაში გააზიაროთ სხვადასხვა ინფორმაცია და ბოლო ხანჯარაზე არის ეგრეთ წოდებული Tutorials აპლიკაცია, რომელთაც შესაძლებელია ამ smartphone-ს უფრო კარგად გაეცნოთ, უფრო მოხერხებული გახადოთ. Smartphone გამოდის თეთრი და შავი ფერის, მის შეძენა თქვენი ზუმერის მეცხრეში შეგიძლიათ, ასევე ვებგვერდზე zoomeri.ng. მადლობა რომ ვიყურებდით, სხვა მოხელებით მოგვიანებით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.